მართლაც რომ ძნელი წარმოსადგენი იყო თუნდაც ერთი წლის წინათ რომ ვინმეს ეთქვა რომ რუსეთში გაჩნდებოდა საწვავის დეფიციტი და რუსეთი რომელსაც დაცინვით დიდ ბენზინ გასამართ ბენზინ კალონკას ეხლა სადგურს ეს სტატუსის დაკარგა და აგერ ახლა ინდოეთს ეხვეწება რომ ბენზინი მიაწოდოს და შემოვა თუ არა ეს საწვავი რუსეთში ეს დამოკიდებულია აგერ უკრაინაზე სად უნდა შემოვიდეს იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ანუ მზა პროდუქცია რუსეთში შავ ზღვაში პირველ რიგში შავ ზღვაში სადაც დომინირებს უკრაინული დრონები და როცა ვამბობთ რომ როდესაც უკრაინის ასე ვთქვათ თხოვნა იყო ამერიკელებისადმი რომ 2 კინკილა მეტი კი არა ბრედლის ტიპის ტანკები მოგვეცი ჯავშან ტრანსპორტირები მოგვეცი ოცნებობდნენ რომ რამდენიმე ჭურვი მიეღოთ მიგივე პატრიოტის სისტემის და ასე შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასე სწრაფად მოხდებოდა გარდატეხა სულ სხვა ტექნოლოგიებით ერთი პატარა ფრინავი აპარატით რომლის წარმოება შესაძლებელი ყოფილა მილიონობით და აგერ ყოველ დღე ვკითხულობთ სასიამოვნო ინფორმაციას ახლა ყოველ დილით და რა საღამოთ უტევენ უკრაინელები და დღეს 450 დრონი გაფრინდა რუსეთის მიმართულებით ამ 450-დან 5-მაც რომ გაარტყას კიდევ ერთი ბენზინ გადამამუშავებელი საწარმო დაზიანდება ან ენერგეტიკის რომელიღაც ობიექტი დაკარგა აქ უნდა აღვნიშნო ბატონო რომ დრონებით უპირატესობის მიღმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხ ფაზას უახლოვდებით, როგორც ჩანს პოდოლიაკი საუბრობდა ახლა რომ უკვე გამოცდის ეტაპს გადის და როგორც ჩანს წლის ბოლომდე არ მოგვიწევს ლოდინი უკვე ბალისტიკური უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტების უკვე მოქმედებაში შეყვანასთან დაკავშირებით, რაც უკვე ბალისტიკური რაკეტების ხარისხზე დონეზე, ასე ვთქვათ, გარკვეულ ბალანსს დაამყარებს რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობებს შორის. რა თქმა უნდა, რუსეთს ამ მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უკრაინელები ახერხებენ ხოლმე ამ ასე ვთქვათ უპირატესობების ძალიან მოკლევადაში ასე ვთქვათ შემცირებას და შემდეგ უკვე საკუთარ უპირატესობად ამის გარდაქმნას. დიახ, რა თქმა უნდა, უკრაინელების აი ამ უფრო ეკონომიკური კონტექსტი უკრაინელების აი ამ ტექნოლოგიურმა ასე ვთქვათ ნიჭმა და ამავე საერთაშორისო დახმარებამ სადაზვერვო ინფორმაციების მიმწოდებამ და ყველაფერი კოსმოსიდან იმართება და ასე შემდეგ და აი ამ ომის ველზე მიმდინარე გარდატეხამ რა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე. აი ამაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიკური ეფექტის მომტანი ერთის მხრივ და უმძიმეს მდგომარეობაშია უკვე რუსეთის ენერგეტიკა და ფაქტობრივად 25% დაკარგა წარმოების და ფასები უკვე გასამაგდა და ამავე დროს მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და სოციალური წინაიდან პირველად გაჩნდა რუსეთში ხმამაღალი უკმაყოფილება. ვინაიდან უკმაყოფილების გამოთვის ყველა ასე ვთქვათ არხები ჩაიკეტა იგივე კანონებით, რაც აგერ შემდეგ აი ამ ივანიშვილის რეჟიმმა აქ გადმოიღო და ფაქტობრივად ცარიელი ფურსლის დაკავება იმათ იფლებოდა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაც. თუმცა რუსეთის მოსახლეობას ნებაყოფლობითაც ჰქონდა ამას ნათქვამი, მაგრამ უარი იმის სამაგიეროდ რომ კარგად იცხოვრობდნენ. ახლა ცუდი ცხოვრება იწყება და სიმონიანების პირით და ენით პუტინი მათ ახსენებს და ეუბნება რომ კაცო 90-იანებში ხო გამოვიარეთ ჩვენ ეს რთული პერიოდი. რამე ხასნაირად გადავიტანეთო და აღარ უნდა ამ ხალხს ამ რთულ პერიოდში დაბრუნება. ეს პუტინი მაგიტო ყავდათ ამდე ხანს და ეგუებოდნენ რომ უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა და მოქონდა კიდეც ხო ნავთობის მაღალი ფასების და ბევრი სხვა ასე ვთქვათ მასზე დამოუკიდებელი მიზეზების გათვალისწინებით. ამიტომ ახლა ჩვენ ყველაზე მთავარი რაც გვაინტერესებს იმის გამო რომ მაგ ადგილზე ერთ-ერთი გვინდა რომ რუსეთის ომის ეკონომიკა ჩამოინგრეს იმისთვის რომ უკრაინამ მიაღწიოს სრულ უპირატესობას და უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში წარმატებას მიაღწიოს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი ირიბი ინტერესი ამ ყველაფერთან ერთად, რაც პირდაპირ გვიკავშირდება, ეს არის ქართული ოცნების მთავარი, ასე ვთქვათ, სადამფუძნებლო ღერძები და ბოძები, რაზეც დგას რომ რუსეთი მდიდარია, რუსეთთან ერთად უფრო კარგად ვართ, რუსეთთან ერთად უფრო მეტად უსაფრთხოდ
ვართ, იქიდან ჩვენ იქ გავიტანთ ბევრ რაღაცას, იქიდან შემოვიტანთ ბევრ იაფ რაღაცას. აი ამ მიმართულებით სურათი იცვლება დრამატულად და ეს ამაზე მინდა რომ ისაუბროთ, რამდენად სწორია ასეთ შეფასებები. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ აი ამ ნავთობის კრიზისით არ შემოიფარგლება. ნახოთ რა სურათი მივიღეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ყოველთვის ისმოდა ასეთი ზოგჯერ გულუბრყვილო სკეპტიკური გამონათქვამი, ზოგჯერ პირდაპირ პრორუსული ასე ვთქვათ კონტექსტის მატარებელი იყო, რომ სანქციები არ მუშაობს. როგორც კი ამას ვახსენებთ, რომ სანქციები არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს და განსაკუთრებით ეს ოსნების ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი იყო 4 წლის განმავლობაში, რომ თურმე ხედავ სანქციები არ მუშაობს, ეს პირდაპირ რუსეთის მოკავშირეობასა და რუსეთისადმი მხარდაჭერის და მხარდაჭერას ნიშნავდა და ანტიუკრაინულ ასე ვთქვათ პოლიტიკის გამოხატულება იყო. რა თქმა უნდა, პრაგმატული რაღაცებიც იყო, როგორც პრაგმატულ პრორუსული სლოვაკეთის ან უნგრეთის მაგალითი, როდესაც მათ სანქციები არ უნდათ საკუთარი ეკონომიკური ასე ვთქვათ ინტერესებიდან გაუვნერდნენ, მაგრამ ძირითადად სანქციებმა იმუშავა და თანაც იმ ლოგიკით, რა ლოგიკაც ახასიათებს სანქციას, ინერციულობით ერთბაშად არაფერი არ ხდება. ამიტომ ერთვის ხდება სანქციები. წარმოიდგინოთ, არ დარჩა რუსეთში არც ერთი დიდი ინვესტორი. ყველა გავიდა მომენტალურად. ქარხნები, საავტომობილო ინდუსტრია, 1-2 პატარა არა, 1-2 დიდი კოლაბორანტი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ოღონდ ბიზნეს თვალსაჩინო რეპუტაცია დაკარგული თუ შემორჩა და ვერც კი დავასახელებ, რომელიც შეიძლება ეს იყოს 1-2 ბანკი იყო, იტალიური, კიდე ავსტრიული მთელი ასე ვთქვათ ინვესტიციური მთელი ნაკადები გაქრა. აგერ 100-მდე ბანკი დასანქცირებული ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ დიდი სანქციები დაუწეს და დაახლოებით 25-მდე ბანკს, რომლებიც გათიშეს სვიფტისგან. რუსეთის 300-მდე ბანკია, ყველა არ არის დასანქცირებული და ხანდახან ამბობენ, რომ კი, მაგრამ რატო არა სანქციები? ერთბაში 21 პაკეტი არის სანქციების ახლა ევროკავშირში. კი, მაგრამ რატო 21 და 4 წელი რატო გაწელეთ? იმიტომ რომ ერთბაშად 21 პაკეტში შემავალი სანქციების რომ დაწესებულიყო, უზარმაზარ დათმას მიიღებდა თავად ევროპისა და სხვა სახელმწიფოები, ვინაიდან უზარმაზარი ქვეყანაა რუსეთი, რესურსების წარმოუდგენელი მარაგები და იმდენად ინტეგრირებული სოფლიო ეკონომიკაში, რომ ასე ადვილი მასთან ურთიერთობა არ არის. მაგრამ აი ამ მეთოდურად, ეტაპობრივად თუ დაბნეული და სუსტი იყო ევროკავშირი დღეს უკვე სულ სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალადგვევლინება, სხვა გონორით ლაპარაკობენ, სხვა გეგმები აქვთ. წინათ თუ შეშინებული იყვნენ, რომ რაღაც აი თუ ასე ვთქვათ შორი მანძილის რაკეტები გადაცემა აგერ ატომურ ომს გამოიწვევს და უკრაინაში სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციაშიც კი იყო ასე ვთქვათ შიშები, მაგრამ ეს შიშები დღეს გაქრა უკვე. დღეს არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს აქვს ისეთი ასე ვთქვათ კოზირები თუ ისეთი საპასუხო რეაქცია შეუძლია, რომელიც აი ამ საერთაშორისო წნეხს შეარბილებს. ანუ ერთის მხრივ უკრაინის აი ასეთი ტოტალური ზეწოლა რუსეთის მთავარ ინდუსტრიულ ცენტრებზე, მეორეს მხრივ სანქციების ასე ვთქვათ მუშაობა და მესამე უკვე რუსეთის ეკონომიკაში დასუსტები, ბიუჯეტის დეფიციტი, მობილიზაციის საკმარისი ფულის არ ყოფნა, უკმარისობა, სამობილიზაციო ძალები რეკრუტირება, სადღაც ტუვაში და ბურიატიაში რომ აგროვებდნენ, ეს ყველაფერი ფულით ხდებოდა. ვინაიდან დაქირავებულ ამ ჯარისკაცებს უზარმაზარ ფულს აძლევდნენ. და აი ეს ყველაფერი დღეს აღმოჩნდა და სერიოზული რისკის ქვეშ. ყველა მიმართულებით ინტერნეტი რომ ავიღოთ, ინტერნეტი არის გიგანტური ბიზნესი. აი მაგათად ინტერნეტის გათიშვა ირანში, აი ამ 40 კრიზისის დროს, ამ 3 თვის განმავლობაში დასავლური ანგარიშებით დაახლოებით 28 მილიარდი დოლარის ზარალი დაუჯდა ირანს. რუსეთთან შედარებით პატარა ქვეყანას და არც თუ ისე ფინანსური ტექნოლოგიებით თუ სხვა ტექნოლოგიებით განვითარებულ ქვეყანას. რუსეთში ეს ყველა ოჯახს ურტყამს. სანამდე შეიძლება მივიდეს ეს
სისტემური პრობლემების სპირალის თვალსაზრისით და რამდენ ხანს აი თქვენ თავად აღნიშნეთ რომ სანქციებსაც აქვს თავის მოქმედების ლოგიკა თავიდან ნელა იქოქება ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ინერციას კრებს კიდეც და უფრო მძიმე დარტყმას აყენებს ხო სამიზნეს ეკონომიკასაც ეს ნაწილობრივ კი ახასიათებს, მაგრამ რუსეთს ყველაფერთან ერთად აქვს უკვე ის პრობლემა, რომ რაღაცა ტიპის სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმა ქონდა მას ბოლო წლების განმავლობაში. ანუ ეს არ არის აი დეცენტრალიზებული, მართლაც მკაფიოდ ბიზნეს მართვადი სახელმწიფო, ხო, რომელსაც შეიძლება შეეძლოს ოპერატიულად რაღაცებზე რეაგირება. აი რუსეთის სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა ამ დინამიკით, ნავთობთან დაკავშირებული, ეხლა უკვე გაზის საწავ იღებენ სამიზნეებში მიმოსვლის არხებს ურტყავენ შავ ზღვაში გემი ვერ შემოყავთ საჰაერო დრონები სანამ იქნებოდა მანამდე საზღვაო დრონებით დომინაციას მიაღწია უკრაინამ შავ ზღვაში ხო და ბევრი სხვა ეს კომპონენტი რას უქადის რუსეთის ეკონომიკას და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს ეს ყველაფერი და ჩვენ რისთვის უნდა ვიყოთ მზად იმის გათვალისწინებით რომ ხორბლი დაწყებული რომლის თითქმის 100%-ის იმპორტირებასაც ვახდენ ჩვენ რუსეთიდან ნავთობით გაგრძელებული და ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რამ, ასევე აქედან შეტანილის მასშტაბით, რომ ეს ყველაფერი საქართველოს შეიძლება პირდაპირ აისახოს. ძალიან საინტერესო სიტყვა ახსენეთ ხო თქვენ, სახელმწიფო კაპიტალიზმი და სახელმწიფოს მიერ უკვე ომის მიზნებისათვის ეკონომიკის დარეგულირება და რუსეთში არსებული იმ საბაზრო ინსტიტუტების დასუსტება, რომელმაც ფაქტობრივად გადაარჩინა რუსეთი ჩამოშლისგან. სწორედ სანქციებს როცა ვახსენებთ და როცა ამბობენ რომ სანქციები არ მუშაობს, აბა წარმოიდგინეთ რომ რუსეთს აქვს 300 მილიარდი თავისუფალი დოლარი, რომელიც არის გაყინული. ყველაფერს თავი დავანებოთ საეროფლენები არ არის, ტრანსპორტი არ არის და უზარმაზარი ის სასანქციო ასე ვთქვათ პაკეტები რაც არსებობს. ერთი რაღაც წარმოვიდგინოთ რომ არ არის რუსეთი გათიშული საბანკო ასე ვთქვათ ცივილიზებული აი ამ სისტემისაგან და მას აქვს 300 მილიარდი დოლარი. 300 მილიარდი დოლარი ნიშნავს უზარმაზარ ზრდას სამხედრო პოტენციალისა და ასევე ძალიან ბევრი იმ სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც ნელ-ნელა რუსეთში იჩენს თავს. ეს ლამის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის 2 წლის სამყოფითად თითქმის. ამიტომ რაც შეეხება რადგან სახელმწიფო კაპიტალიზმი ახსენეთ თქვენ და სად არის ერთის მხრივ ამ შემთხვევაში რუსეთი აი ამ ცენტრალიზებული, აი ამ დიქტატორული გადაწყვეტილებების მიღების ასე ვთქვათ უფლებით რაც აქ აი ამ ხელისუფლებას დროებით რაღაც პრობლემებს აგვარებს, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთი დღემდე თუ არ ჩამოინგრა ეს არის საბაზრო ეკონომიკის დამსახურება. ეს შეტევა, რაც რუსეთის მიმართ ხორციელდება, საბჭოთა კავშირს ასე სად ქონდა საბჭოთა კავშირს ამ დონის ზეწოლა დასავლეთისგან. ტექნოლოგიებს არ აძლევდა და ჯექსონ ვენიკის კანონი იყო, რომ იგზალებოდა რუსეთში რაღაც ტიპის საქონლის მიწოდება. ეს დღევანდელთან შედარებით არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში. არც ჩრდილოეთ კორეა, არც ირანი და არსად რომელიმე ქვეყნისადმი ასე ტოტალური თუ შეიძლება ასე ითქვას ბლოკადა მოეწყოთ სანქციების იმ მასშტაბით რა სანქციების დღეს დასავლეთის მიერ ხორციელდება რუსეთის მიმართ. მაშინ როგორ გადარჩა? საბჭოთა კავშირმა თავი ვერ მოიმარაგა საქონლით და ტექნოლოგიებით, ვინაიდან იყო სახელმწიფო ასე ვთქვათ სახელმწიფო კაპიტალიზმი კი არ იყო, კაპიტალიზმი სახელმწიფო კარგია. გეგმიური ეკონომიკა იყო გეგმიური ეკონომიკა, სადაც ყველაფერი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ამ საბაზრო რესურსებმა ეს უზრუნველყო. მაგრამ მოვედით ახლა ამ წერტილთან. სადაც უკვე საბაზრო ინფრასტრუქტურა ზირღვევა. აი ამ ტოცჭების ამის თქმა მინდა. იმიტომ რომ დღეს რუსეთში თუ სასაქონლო დეფიციტი არ არის, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ვახსოვს, ხო არაფერი არ იყო ახლა დახლებზე, არაფერი და 90-იან წლებში როგორც კი გაჩნდა საბაზრო დანგრეულ 90-იან წლებში როგორც კი გაჩნდა საბაზრო ინსტიტუტები და ეს ჩერნოკებს ოეძახდნენ და გვახსოვს, რომ დუბაიში დაფრინავდნენ და სავაჭრო დიდი ჩანთებით შემოხონდა და ყველაფერი
ყველაფერი იშოვებოდა ცოტა იმის გამო რომ უცბად გაიხსნა არხები საერთაშორისო ვაჭრობა გათავისუფლდა და საბაზრო ენერგია და ადამიანის ინიციატივა გამოთავისუფლდა დღეს რუსეთს კვებავს ასე თქვა თუნდაც იგივე საბაზრო და სახელმწიფო ასე თქვა კაპიტალიზმი ანუ საბაზრო მექანიზმებზე დამყარებული სისტემა ნელ-ნელა როდესაც იზღუდება როდესაც უკვე ენერგეტიკულ სფეროს ნავთობის სფეროს ეს იმორჩილებს ოლიგარქები რომლებიც დიდი ბიზნესმენები იყვნენ და საერთაშორისო მასშტაბის ასე თქვა ვაჭრობას ეწეოდნენ გაზით იქნება და ნავთობპროდუქტი თუ კიდე უამრავი სხვა ბუნებრივი მადნები და ასე შემდეგ და ამის კონცენტრირება როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ ფინანსებზე კონტროლი და ომისათვის მიმართვა ამ რესურსებისა ერთის მხრივ ის რაღაც ლოკალურ პრობლემას ყვებს დროებით მაგრამ მეორეს მხრივ იმ ტოტს ჭრის რომელიც სისტემურად მისი გადამჩენი იყო ბატონო უბრუნდები ჩემ შეკითხვას დრო გვჩვევა ცოტა და მინდა მაყურებელმა კიდევ უფრო გასაგებად გაიგოს მართვის ამ მექანიზმით რომელიც პუტინმა ჩამოაყალიბა და გაამყარა ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით რომელიც უკვე კაფეო ტოტალიტარული სახელმწიფო მართლობის სისტემა არის ეკონომიკის იმ მექანიზმებით რომელიც მუშაობს ბლოკადის ამ მასშტაბის და სანქციების გავლენების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურებზე რაზე დარტყმების ამ ეფექტურობით როგორც უკრაინა მოქმედებს რუსეთის ეკონომიკა როდის დაიწყებს სწრაფ დაღმასვლას და რა ასახავს პოვებს ეს დინამიკა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად შემოტრიალდა კვლავ და დადგა სახით რუსეთის მიმართულებით და მისი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი. რა თქმა უნდა, საქართველოს მიბმა ეკონომიკურად და რუსეთთან კავშირების გაღრმავება რომ ძიმე შედეგების მომტანია ერთხელ გამოვცადეთ ჩვენ როდესაც ემბარგო გამოუცხადა რუსეთმა და ფაქტობრივად აიგზალა ყველა საკესავაჭრო ურთიერთობა და გვახსოვს ჩვენ ეს პერიოდი ჩვენი უპირატესობა რა არის ბუნებრივი უპირატესობა და როგორადაც არ უნდა მოინდოვოს ივანიშვილმა პოლიტიკურად თუ ეკონომიკად რუსეთთან ინტეგრირება ზუსტად ის მექანიზმები რომელიც დღეს რომელიც ბოლომდე ვერ გაანადგურა და მაგრამ აქეთკენ მიდის ვინაიდან ჩვენ ვხედავთ როგორ დამონებული ყავს ბიზნესი ივანიშვილს და რეკლამა ვერ მოუტანია თქვენთან და რამძიმე მდგომარეობაშია თუნდაც იგივე დამოუკიდებელი ტელევიზიები და რასაც ამ მდგომარეობაშია ბიზნესი და ეს ეტაპობრივად ნელ-ნელა ამ სფეროსაც მიწვდა გარდა იმისა რომ სამოქალაქო თავისუფლება შეზღუდა აი ამ კანონებით აგენტების კანონებით და ასე შემდეგ უკვე ბიზნესის სფეროში გადავიდა მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ალტერნატიული სხვადასხვა წყაროები გვაქვს იგივე ნავთობის მიღებით ჩვენ არ ვიყავით რუსეთზე დამოკიდებული 70% დიზელის საწვავის და შემოდიოდა რუსეთიდან რა თქმა უნდა დიზელის საწვავი როდესაც ორმუზის კრიზისი გადაიჭრა ევროზონაში ფასები დავარდა სპარსეთში მიმდინარე აი ამ კრიზისამდე თელს ევროზონაში საქართველოში აბა ბენზინის ფასები ნახოთ როგორია იგივე არის სადღაც შეერევდნენ რომელიღაც კომპანიამ შეამცირა ეს კიდე შიდა ჩვენი სხვა საკითხია აი ამ კარტელული გარეგებებისა და ხელისუფლების აი ამ ბიზნესების კონტროლისა მაგრამ აი ეს რუსეთთან ბოლომდე ჩვენ არა ვართ ნებმული ასე რომ ნავთობი საწრავი ჩვენ შემოგქონდა რუმინეთიდან საბერძნეთიდან დუბაიდან აზერბაიჯანიდან ანუ რაღაც ზღვა გვაქვს ბოლოს და ბოლოს აი პური და შოკოლადი რო არის იტალიური ფილმი თუ იმას ახსოვს როდესაც ეს იტალიელები ღატაკი იტალიელები შვეიცარიაში მიდიოდნენ სამუშაოდ და მე ამას გამოაგდებენ და მატარებლით მიდის და დაუქნებს მე თით შვეიცარიას ხო სამაგერო ჩვენ ზღვა გვაქვს თქვენ შვეიცარიელებო თქვენ უზღვაო ქვეყანაო თქვენაო მე ვერაფერი ასე თქვა ვერ წამოაძახა ბოლო ეს ზღვა მართლა და ამ ანაკლიის თემაც კიდე სხვა თემა ანუ სატრანსპორტო დივერსიფიკაცია სავაჭრო დივერსიფიკაცია ბუნებრივი აქვს შველის ჩვენ და ის ინსტიტუტები რაც დღემდე ასე თქვა აშენდა და ანგრევენ ასე რომ იმის თქმა რომ დღეს
რუსეთში წარმოქმნილი ნავთობის კრიზისი საქართველოსზე მომენტალურად დაისახება, ეს არ არის სწორი. დიზელის საწვავი არ გაიაფთება. აი ამის თქმა მინდა. ვინაიდან უნდა გაიაფთება. ჩამოიქცეთ რუსული ეკონომიკა ჩვენ შეგვიძლია ნაკლებად ვიდაროთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმ დონეზე არ ვართ მიმული, მაგრამ რაც უფრო მეტად ხორბალ საიდან შემოვიდა უკრაინა მოგცემს. ხო, უკრაინა, ყაზახეთი. უბრალოდ დივერსიფიკაცია შეგვიძლია არამედ აუცილებელია. მე საქმე იქამდე მიმყავს, რომ თქვენ ძალიან დეტალურად მიყვებით რაღაცა სფეროების მიხედვით, მაგრამ თავისთავად ის რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება უნდა უყურებდეს დინამიკას, როგორც სამხედრო, ასე ეკონომიკურ დინამიკას რუსეთში, ჩრდილოეთში, ავტომატურად უნდა იწვევდეს სხვადასხვა ვერსიებზე გათვლას, სხვადასხვა რეაგირების მოდელების მომზადებას, აი იმისოთ, რომ ეს ამხელა ქვეყანა, როგორც არაერთხელ სულ რამდენიმე თვეში ჩამოქცეულა თავის ეკონომიკიანად, დიდი ალბათობით რომ მიდის იმ წერტილის, ჩვენ მომზადებულები აღმოჩნდეთ და კიდევ უფრო მეტად კი არ მივებად მათ კაპილარებით, არამედ დაუბრუნდეთ იმ გზას, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვებოდით დივერსიფიკაციით, მომარაგების სხვადასხვა არხებით და წყაროებით და ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის სიმდიდრის წყარო საქართველოსთვის, მათ შორის დიდი ფულის მკეთებელი ქართველი ოლიგარქებისთვის უბრალოდ ვეღარ იქნება. გიორგი, ჩვენ მოდი უკაცრავ ჩვენ დაგვავიწყებ ერთი რამ, რომ თუ ჩვენ დღეს შეგვიძლია ჯერ კიდევ მიუხედავად ამ ცდილობისა, რომ ბიზნესი დაიმონონ და გააკონტროლონ, ჩვენ დღეს მაინც ამ დივერსიფიკაციის მეშვეობით გვაქვს ჯერ კიდევ ასე ვთქვათ კეთილსასურველი გარემო, ეს არის ევროკავშირის დამსახურება. ჩვენ დღეს გვაქვს უვიზო რეჟიმი, რომლის გაუქმების საფრთხის ქვეშ ვართ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენი საქონელი ევროპაში არ იბეგრება. თავისუფალი ვაჭრობის ის მონაპოვარი, რომელმაც საქართველოს ევროპულ ბაზარზე გაიყვანა და რომლის ხედითი წილი ნელ-ნელა იზრდებოდა და შემდეგ მოხდა სტაგნაცია. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ ევროპული და დასავლური ხარდამჭერის ასე ვთქვათ, აი ამ შემორჩენილი სიკეთეებით სარგებლობთ, რომელიც ერთ დღეს შეიძლება გაქრეს. ვინაიდან იზოლაციის მასშტაბი ნელ-ნელა იქითკენ მიდის, რომ ეს სიკეთეები ჯერ და უზარმაზარი ფინანსური რესურსებით და დახმარება დავკარგეთ, მაგრამ აი ამ სხვა რაღაცებსაც დავკარგავთ. ასე რომ დასავლეთი არის შვენი კეთილდღეობისა და თუნდაც იგივე დამოუკიდებლობის შენარჩუნების და რუსეთისაგან დისტანცირების მთავარი გარანტი და წყარო. ეს არ უნდა მარტო დისტანცირებაზე